ერთ დავაზუსტებ, უფრო პრიმიტიულ ენაზე რო ავხსნათ. ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ და ძალიან საინტერესო დეტალები მოვისმინეთ, აი ღრმა ფასდაკლებებთან მიმართებით, როდესაც საკმაოდ იაფად იყიდება, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტი და მაგალითი იყო ელექტროკბილის ჯაგრისი. ეს არ არის პირველადი მოხმარების, მაგრამ ხო, ამიტომ მაგალითი იყო ეს, მაგრამ იმაში, როდესაც რეალურად პირველად მოხმარების პროდუქციას ვსაუბრობთ და იგივე Procter & Gamble-ის პროდუქციას ვადარებთ საქართველოში და ავიღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაინც ფასნამატი არის ძალიან დიდი. ხო, აი შამპუნი ავიღოთ მაგალითად, ან კბილის პასტა იგივე დაუბრუნდები, ან სარეცხი ფხვნილი. ძალიან დიდია სხვაობები. არ ვიცი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ჩვენ? არა, ინფორმაცია არა, პრაქტიკული გამოცდილებაც გვაქვს, თან ქალები ვართ და ზუსტად კარგად ვიცით ფასები. უბრალოდ მე რა მაინტერესებს. აი ასეთი პირველადი მოხმარების ჰიგიენურ პროდუქტებზე, იგივე ყავა არის თქვენი პორტფოლიოს ერთ-ერთი ნაწილი. რამდენად ხშირად არის ეს ღრმა ფასდაკლებები და ყავაზე ფაქტიურად ვერ ვყიდით გამეთანხმება ზურა, დიდი კონკურენცია გვაქვს ერთმანეთში, 50%-იან ფასდაკლებაში შევდივართ. ზურა არა ბოდიში შემეშალა. ხო, არა, უბრალოდ რო ახსნათ პროცესი, რამდენად ხშირი არის პირველადი მოხმარების პროდუქცია, ესეთი ღრმა ფასდაკლებები. ყავაზე არის ძალიან ხშირი. ხო, ყავის გარდა სხვა პროდუქციას ვახსენე, ჰიგიენოს საერთაშორისო არიელი მაგალითად ვადარებთ ჩვენ ის უპირატესობაც გვაქვს, რომ ჩვენ რო ანუ ბატონ გიორგი, სწორედ რო გავიგოთ, მე რას ვცდილობ, ანუ შეიძლება ამ წუთას მე მხოლოდ ჩემთვის არ ვკითხულობ ამას, საზოგადოებას რო აუხსნათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ პირველადი მოხმარების ჰიგიენის პროდუქტები და ყავა განსაკუთრებით, ეხლა ანუ ყველას აქვს, ხო, საქართველოში წვდომა და უწევს მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის თუ ცენტრალურ ევროპის ქვეყნებში იგივე ყავისა და შამპუნის ყიდვა, ანუ მარტივად შესაძლებელი ფასებია. ფასებს შორის არის რადიკალური სხვაობა. ანუ ან ადამიანი უნდა დავასრულებ, ეს არის ნამდვილად. ან ადამიანი უნდა დაელოდოს გარკვეულ დღეებს, თვის განმავლობაში, რომ მიუსწროს იმ ფასდაკლებას, რომელიც თქვით, რომ ეს არის ღრმა ფასდაკლება, ან უნდა იყიდოს იმ ძალიან დიდი სხვაობით ფასში და მარტივად რო ადარებს. ხა, იქ კოლგეიტი ღირს ამდენი, ან ეს ყავა ღირს ამდენი და ჩემთან ღირს მუდმივად ამდენი. ყველა ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ აი ამ ღრმა ფასდაკლებებს დაელოდოს. რამდენად ხშირია უბრალოდ ეს ღრმა ფასდაკლებები და როგორ ბალანსდება იმ საშუალო ფასთან, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი? თუ სწორედ დავსვიკითხო. ნახეთ, ჩვენ აი ძალიან მარტივად რო ავხსნათ ადამიანებისთვის. ამ ღრმა ფასდაკლები უბრალოდ ჩვენი შექმნილი არ არის. ეს არა, არის დღეს როგორ ოპერირებს მე არ ვიძახირო თქვენ, მე უბრალოდ ავხსნათ მოსახლეობისთვის და ჩვენ მოსახლეობა გვიყურებს, გვისმენს და მათ აინტერესებთ რითი არის ეს განპირობებული და რამდენად აბალანსებს ეს ღრმა ფასდაკლების პრინციპი, რომელიც ბუნებრივია თქვენი შექმნილი არ არის და ეს ბაზარმა თვითონ შექმნა ჩვენთან თუ სხვა ქვეყნებში და არის ესეთი პრაქტიკა, უბრალოდ რამდენად აბალანსებს, აი დავუშვათ პანტენი ავიღოთ სიტყვაზე, იქ ღირს შეიძლება 3 ევრო, ჩვენთან ღირს იგივე გერმანული წარმოების, აღარ ვიცი ხა ბოლოში რა ღირდა, შეიძლება 30 ლარი ღირდა. არა, 12 ლარი არა, იგივე შეფუთვას ვიძახი, რაც აწერია. ხო, ანუ განსხვავებული, ანუ პანტენი არის სხვადასხვა შეფუთვით, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული. ანუ რითი არის ეს? ანუ ეს ბალანსდება, ეს ფასი აი ღრმა ფასდაკლებით თვის განმავლობაში, როდესაც არის და ამით აბალანსებს იმ ფასნამატს. თუ ანუ რაში არის საქმე? ვეცდები გაგცეთ პასუხი, ყავა ახსენეთ და ყავაზე დარწმუნებული ვარ, რომ ღრმა ფასდაკლების დროს ბევრად იაფია ვიდრე ევროპაში. იმიტომ რომ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი სიტყვები, არ მენდოთ სიტყვებზე, იმიტომ რომ უფრო მეცაც გეტყვით, მე აქ პატარა სტატისტიკასავით მაქვს და ყავაზეც და კაკაოზეც ნესტლეს პროდუქტებს ვსაუბრობ, თქვენია, ხო? ნესკაფეზე ვსაუბრობ. ხო, ნესკაფეზე. ანუ მეტნაკლებად ერთ და იგივე ფასები გვაქვს, ხა თურქეთს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ნახეთ თქვენ თუ შევადარებთ, ამიტომ არის რაღაცა პროდუქტები, რომელზეც გვაქვს ეს პრეტენზია და არის რაღაც პროდუქტები, სადაც იკავებთ ამ მარჟას მეტნაკლებად, მაგრამ მაიას კითხოს გავაგრძელებთ, შეიძლება გაგიადვილოთ პასუხი. თქვენს ხარჯზე არ ხდება ეს ღრმა ფასდაკლებები, ხო? თქვენ სტანდარტულად კეშბექის გარეშე რაც გაქვთ თვითღირებულება, იმას იღებთ. თუ თქვენს წილადაც მოდის ეს ღრმა ფასდაკლებები?
თუ მხოლოდ ფასდაკლება, თუ მხოლოდ cashback-ი არის ის ლუფტი, რის ფარგლებშიც ქსელი აკეთებს ფასდაკლებას. ხო, ну რას დავარქმევთ ახლა არის განსხვავებული სახელები ქვია ამას შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში არის შემთხვევები, როდესაც თვითონ ქსელი ყიდის net price, რასაც ვეძახით, იმიტომ რომ არის სენსიტიური პროდუქტები, ძალიან ფასე სენსიტიური, რომ მოიზიდონ მომხმარებელი, შეიძლება ჩვენ ფასდაკლებას თავისი დაამატოთ და ხშირად არის ეგეთი შემთხვევები, რომ თქვენც აკეთებთ ფასდაკლებას? კი, cashback-ი ამის ნაწილია, კი ბატონო. ხო, ანუ არა cashback, არა. უყურებთ cashback-ის გარდა? ხო, cashback-ის გარეშე. ესე იგი, მე რასაც უყურებ, cashback-ი არის რაღაცა ლუფტი თვითღირებულებას და ქსელის ფასნამატამდე, რაც აძლევს ქსელს საშუალებას, რომ ფასდაკლებები აკეთოს და რაღაცა მანევრირებები აკეთოს. ან თქვენს ხარჯზე თუ კეთდება ესეთი ფასდაკლებები, ესეთი კითხვა და cashback-ის ხარჯზე არა. cashback-ი არ არის თქვენი დამატებული თანხა. cashback-ს გამატებინებთ ქსელი. ანუ შეიძლება იქ შეთანხმება იყოს ისეთიც, რომ ჩვენ რაღაცა პერიოდში cashback-ის ნაწილად გავაკეთებთ კონკრეტულ პროდუქციაზე ფასდაკლებას. ანუ cashback-ის წილად კი. კი. ამიტომ ეს cashback-ი გამოიყენება ამ ფასდაკლებებისთვის, სალავირებისთვის. cashback-ის სრულად მიდის retail-ის ჯიბეში. არ არის ეგრე. ამას მე ნამდვილად კი, არა, ამას გულისხმობ, ანუ ეს ფასდაკლებები აქვთ საშუალება რომ აკეთონ cashback-ის ხარჯზე. კი ბატონო. და შესაძლოა თავისი მოგების კი ხარჯზეც. ბატონო, არის შემთხვევები, როდესაც თავისი მოგების ხარჯიც კი. კარგით. ეხლა მაინტერესებს, ანუ რადგან აქ თითქმის ყველაზე დიდი და მსხვილი დისტრიბუტორები ხართ და გვიხარია, იმიტომ რომ თავად ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელობს ამ კომისიას და ყველას მეტნაკლებად გვაქვს კარგი, ასე ვთქვათ, ბიზნეს ბექგრაუნდი და გულშემატკივრობთ, მაგრამ ეს არ გვინდა რომ ეს გულშემატკივრობა იყოს მომხმარებლის ხარჯზე და მთელი ეს კომისია და ეს პროცესი ამას უკავშირდება. თქვენი პროდუქტები, მათ შორის ქსელებში დიდი, ასე ვთქვათ, განსხვავებული ფასებით იყიდება. მაგალითად, იგივე ყავა სადღაც არის 16-დან 19.5 ლარამდე. ეს ქსელების მიხედვით. თქვენ გაქვთ თუ არა ქსელებთან მოლაპარაკების რაიმე ბერკეტი ან მექანიზმი, ან თუ თქვენს შემთხვევაშიც არის ასიმეტრიული ეს ურთიერთობები. ანუ სრულად ფასის განსაზღვრაში ქსელი იღებს გადაწყვეტილებას და თქვენ არანაირი ჩარევის საშუალება არ გაქვთ. კი, ქსელი იღებს, დამოკიდებულია მათ ბიზნეს მოდელებზე, შეიძლება ეხლა თუ შეადარებთ თქვენ, როდესაც ერთ ქსელს აქვს აქცია იმ პერიოდში მეორე ქსელს, რომელსაც არ აქვს აქცია, დიდი განსხვავება იყოს ფასში, მაგრამ რაღაც პერიოდში სააქციო ფაზებზე არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მე ეჭვმევარება, რომ ეს ღრმა ფასდაკლებები იმიტომ კეთდებოდეს ქსელების მხრიდან, რომ მომხმარებელი იყოს მოგებული. მოდით აი დავრჩები ამ ჩემ აზრზე, რომ ეს მათივე ფინანსური მოდელისთვის არის უკეთესი და რაც არ გაეყიდათ ის ღრმა ფასდაკლებებით, რომელიც ასევე თქვენი cashback-ის ხარჯზე მოდის, ანუ მათ უადვილებთ ოპერირებას. ამიტომ ეს ნამდვილად არ არის მომხმარებლისთვის გათვლილი და ამიტომ მაინტერესებს რომ ანუ რა პრინციპით განსხვავდება ეს ფასები ქსელების მიხედვით და თქვენ გაქვთ თუ არა აი საბოლოო გასაღით ფასზე ზემოქმედების რაიმე საშუალება. არა გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ სარეკომენდაციო ფასები შეიძლება. ხო, აი სურვილიც არ გაქვთ თუ ფიზიკურად სარეკომენდაციო ფასი არსებობს, შეიძლება უთხრათ კიდევაც, მაგრამ ჩვენ ამის ბერკეტი არა გვაქვს. თვითონ ბიზნეს მოდელი სხვადასხვა ქსელის არის. სხვადასხვა ვახსენდეთ cash and carry-ები, სადაც თქვენი რეპორტშიც იქნება, სადაც საერთოდ სხვა მოდელია ფასნამატის და არსებობს რიტეილები, რომელიც არის რაღაც სუპერმარკეტის ტიპის რიტეილები, იქ სხვა მოდელი არის ფასნამატის და საქართველოს რაღაც სიახლე არ არის, თითოეულ სოფლიოში ეგრე არის. კარგი, თქვენ გექნებათ ანალიზი გაკეთებული. ანუ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ქსელებში უფრო ნაკლები არის თქვენი პროდუქციის ღირებულება თუ ყველაზე ნაკლები ფილიალები, რომელსაც აქვს იმ ქსელებში? ეგრე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ თვითონ იმათ ბიზნეს მოდელზე არის ძალიან დამოკიდებული. ანუ ეხლა cash and carry არ არის ფართოდ გავრცელებული ქსელი, მაგრამ ფასნამატი ნაკლები აქვს უფრო. არის ჩვენ ყავს მებითუმები ბაზრობაზე, რომელსაც კიდე დაბალი აქვს ფასნამატების შესაძლებლობა. უყურეთ საითმე მყავს კითხვა. ანუ ქსელი რაც უფრო ფართოვდება და დიდია, რამდენად უფრო ძვირად ყიდის, ან არ ყიდის უფრო ძვირად, ვიდრე დაბალი არ არის ურთიერთობაში უფრო არის მათი პოლიტიკა და ბიზნეს
მოდელი, რა არის მათი მოდელი, რა ტიპის ასორტიმენტი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ესეც და რა ტიპის ასევე მოდელი აქვს ჯიგით მაგალითად სერვისის დონეზე. არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც ის არის და დამხმარის და ესე შემდეგ და სერვისის ხარჯზე აქვს საშუალება დაბალი ფასი დაადონ და მოხმარებელიც ამაზე თვალს ხუჭავს, იმიტომ რომ შედარებით დაბალი ფასნამატია. არის ქსელები. ხო, ანუ რა კონტინგენტზე არის უფრო ქსელი ორიენტირებული იმის მიხედვით? ხო, ანუ რამდენად დიდია ქსელი და რამდენად თქვა ნაკლები მაღაზი აქვს ქსელში, ამას ვერანაირ კავშირს ვერ აკეთებთ ამ ფასებს და ამას შორის. შეიძლება იყოს რაღაც რეგიონალური ქსელები, რომელთაც საკმაოდ მიზიდველი ფასები ქონდეს. კარგი და ბოლო კითხვა, მოკლედ სანამ ჩვენ ამ კომისიას წარმართავთ და დღესაც აქვს ვივართ, უმძიმესი მდგომარეობა არის ახლო აღმოსავლეთში, არ ვიცი, სადაც თვალი მიგვიწვდება ყველგანი ბომბება, მათ შორის ახლა აზერბაიჯანში ჩამოვარდა ბომბი და თავისთავად ეს მძიმე მოცემულობა ალბათ ყველაფერზე აისახება. თქვენი რომელიმე პროდუქტი მოდის თუ არა ამ ქვეყნებიდან, სადაც ახლა ეს მდგომარეობა არის, ან იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას, რომ ფასები შეიძლება მოიმატოს თქვენს პროდუქციაზე. მე დილით მქონდა ზუსტად ამ საკითხზე შეხვედრა, ჩვენ ჯერჯერობით რაიმე არა გვაქვს მოლოდინები, რაიმე განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ლოგისტიკური ცენტრები არის თუ ხაზები თუ წარმოება არის არ არის იმ რეგიონთან დაკავშირებული, ასე რომ ჯერჯერობით საქართველოში ერთადერთი რამაც გრძელვადიანში შეიძლება გამოიწვიოს, ამის რისკი არსებობს, რომ ის ბაზრები თუ არ იქნება ათვისებული წარმოებლების მიმართ, შეიძლება მათთან აღმოჩნდეს ნაშთების გაზრდა და ნუ იქ რაღაცა პროცესები შეიცვალოს, მაგრამ ჩვენზე არ ამგონია რომ ჯერჯერობით არ ჩანს. და საწვავის ფასი დაახლოებით რა პროცენტს შეადგენს თვითღირებულებაში? ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და OPEX-ის ნაწილს გიორგი შეიძლება დამეხმაროთ. ალბათ დაახლოებით ჩვენი საოპერაციო ხარჯების 2-3% იქნება. საოპერაციო ხარჯების, მაგრამ თვითონ თვითღირებულებაში რა პროცენტი აქვს, ესე არა გაქვთ დათვლილი. სადღაც 5%-ამდე ალბათ. ბატონო? 5%-ამდე. თვითღირებულებაში ამ ხელა პროცენტი აქვს? კი, სადღაც დიდი ღირებულება აქვს ძალიან და ანუ საოპერაციო ხარჯების რამდენი პროცენტია მითხარით? ჩვენი საოპერაციო ხარჯებიდან არა, გაცილებით დაბალი პროცენტი იქნება. ჩვენი საოპერაციო ხარჯების არის დაახლოებით 3-4% იქნება, იმიტომ რომ კლient ტრანსპორტის შესაძლოა საოპერაციო ხარჯები თქვენ შემთხვევაში არის. რაც იფსუყურებთ თქვენ 2024 წელს იყო 1.3%. 3.300.000 ლარი გაქვთ დახარჯული საწვავის ხარჯები კონკრეტულად. ეს თვითონ საოპერაციოდან 1% იყო. revenues 1%-ია. ხო, შეიძლება revenues დაბალი იყოს, მაგრამ ხარჯების კლient ტრანსპორტების ხარჯი გვაქვს სადღაც 7-8% რა და შესაბამისად მაქედან სადღაც 1%-ია revenues. კარგით, მადლობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ გაქვთ თბილისში თუ თბილისთან ახლოს მოწყობილი ეს ბაზა, საიდანაც ნაწილდება თქვენი პროდუქტი. რა დატვირთულობა აქვს ამ თქვენ ბაზას? აი, რამდენი პროცენტით დატვირთულია? %90 დატვირთული. და სადისტრიბუციო ქსელი, ბატონო? აი რო გაზარდეთ, რამხელაზე ეხა გაზრდილ შემთხვევაში გაქვთ 90% დატვირთვა. და სადისტრიბუციო ქსელის დატვირთვა რამდენი პროცენტიანი არის? აი რამდენს აიტანს მაგალითად ავტომობილებს გულისხმობ? თუნდაც ავტომობილებს და ის ლოჯისტიკა, რომელიც თქვენ დეტალურად ძალიან კარგად აგვიხსენეთ. ავტომობილებს ცოტა ნაკლები არის. მე ამას გეკითხებით იმისთვის, რომ რამდენად თქვენ გაქვთ რესურსი, მაგალითად სხვა სადისტრიბუციო ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, აი როგორც ბრძანეს სერვისთან შეთანხმებას მივახციეთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მარშრუტები დავამტყუეთ მართ მარშრუტებს, საკმაოდ შრომატევადი ის იყო ეს ჩვენი საავტო წარმოადგენლები და მათი ერთად მიდიან, ერთ დღეს მიდიან, იქ დაიმტყვეს და ეს ყოველდღიურობა არის. მათ შორის ახლა რამოდენიმე პროექტი გვაქვს რითეილისთვის გვინდა, მათ აქვს სურვილი ჩვენ გავუკეთოთ ლოგისტიკური სერვისები, იმიტომ რომ ოდესაც ეს ლოგისტიკურის არის ერთ ადგილზე, შესაბამისად უფრო ეფექტურები და ყველას თავიდან მოცილებაც უნდა სიმართლე რო გითხრათ ამ დიდი თავის ტკივილის, რასაც ქვია ლოგისტიკა, მით უმეტეს მაღაზიაში მიტანა, იქ საცალოზე როცა არის ხუბარი და ესე შემდეგ. ეს ცენტრი მარტო აღმოსავლეთ საქართველოში გაქვთ თუ გაქვთ მაგალითად დასავლეთ საქართველოში
საქართველოში, სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთში გვაქვს თბილისში და სამტრედიაში გვაქვს დასავლეთ საქართველოში. და ერთი კიდე კითხვა, თქვენ ახსენეთ გერმანული სისტემა SAP-ი თუ ხო? რაში გეხმარებათ ეს და რა არის ლოჯისტიკაში? მთელი ბიზნეს პროცესები ჩვენთან არის დაწყებული, რა ვიცი, სავაჭრო წარმოდგენებიდან სასაწყობო მეურნეობები, ფინანსური ნაწილი SAP-ზე არის აწყობილი. ყველაფერში მართობის, რა ვიცი, ყოველდღიური ამაში შედის ლოჯისტიკა და განაწილება. მაგალითად არის SAP-ის ნაწილი არის WMS-ი ეგეთი warehouse management სისტემა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, თქვათ, იქ FEFOS კონტროლი, რომელიც პროდუქცია უნდა წავიდეს პირველი რა, იქ გადანაწილება ხდება დისპეჩერიზაცია მარშრუტების, მთელი ინდუსტრია ეხლა ესე თული არის აგიხსნა ტურისტი. და თქვენ ხედვა არ გაქვთ ხო Excel-ში მაგალითად რა რაოდენობის თქვენი პროდუქცია არის დარჩენილი, რა არის შესავსები? ეს იმადგან ღებულობთ ინფორმაციას თუ თქვენ რამე ტექნოლოგიურად ან პროგრამულად ხართ მიერთებული იმ Excel-ის მონაცემთა ბაზაზე? ეს არის ჩვენი შეთანხმების ნაწილი, რასაც ჩვენ რაღაც დამატებითი შეთანხმებაც აგვაქვს და ძირითად Excel-ებთან გვაქვს. და მაგაში თანხებს გახდებინებენ Excel-ები? ეს არის ნაწილი შეთანხმების, შეიძლება ესე პირდაპირ თქვათ, რომ კი თანხის გადახდის ნაწილი არის. და ვისაც არ აქვს საშუალება, ის ვერ იხდის. ეს ამასთან და არ აქვს. ამაზე პასუხს ვერ ხო, ლოგიკურია, ხო? ნაშთებზე წვდომა რომ გქონდეთ. ეს თქვენ დამატებით საფასური გიჩნდებათ? ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული trade term-ების, ანუ სავაჭრო პირობების მოლაპარაკების ნაწილია, რომ ჩვენს მათთან ურთიერთობის დროს ვიყენებთ ინფორმაციას, სხვათა შორის თვითონაც ან თქვენივე პროდუქტზე რომ იყენებთ ინფორმაციას, რომ რამდენი დარჩა გასაყიდი, ამაზე გახდევინებენ თანხას. რა წილები არის გაყიდვის და ესე შემდეგ, რომ ჩვენ ერთობლივად მაგალითად აქციების დაგეგმვის დროს ეს ძალიან გვეხმარება ორივე ნაწილს, რომ არ მოხდეს. სხვების გაყიდვებსაც უყურავთ თქვენ? არა, ხოლმე ჩვენი გაყიდვებს ხედავთ. Shares ხედავთ, ჩვენი წილი რამდენია? ხო, ანუ კონკრეტულად ბრენდების მიხედვით არა, მაგრამ shares ხედავთ. კარგით, მსგავსი გამოცდილება სხვა დისტრიბუტორებს გააქვთ, აქ ვინც ხედხართ? Excel-ებთან. ხო, აქ იმ კატეგორიის და მასშტაბის დისტრიბუტორების ხართ, რომ მეტნაკლებად გასაგებია. და ერთი ნახეთ რა არის ის, არ არის მხოლოდ ხელმისაწვდომობა, ეს სწორად გამიგეთ ის, როგორ გამოიყენებ ამასაც აღნიშნულობა. მე მცირე და საშუალო შემთხვევაში შეიძლება არც გქონდეთ იმით რესურსი, ხა ჩვენ გვაქვს სისტემები, რომელიც თული, საკმაოდ თული ის არის, რაღაც AI-ზე გვინდა ხა გადავიყვანოთ ამის დათვლა, ანუ მხოლოდ აიღო ეს ინფორმაცია, არაფერი არ არის თუ არ გამოიყენებ შემდეგ იმას რა. არა, უბრალოდ ჩემი კითხვა უკავშირდებოდა სხვამაც რომ სცადოს, მაგალითად, საშუალო ზომის დისტრიბუტორმა Excel-ი ალბათ აძლევს მიიღებენ თუ არა. ინფორმაციას, საუბრობთ მიიღებენ, ხო, აი ჩვენ გითხრეს რომ ვერ იღებენ ინფორმაციას და მე მიხარი რომ თქვენ იღებთ და ამას კარგად იყენებთ, ანუ ამაში კი არ არის პრობლემა. უბრალოდ მათი დამოკიდებულება სხვა ზომის დისტრიბუტორებთან მიმართებაში ეს იყო ჩემი კითხვის ძირითადი არსი. მადლობა. და თქვენ მუშაობთ მარტო საქართველოს ბაზარზე თუ ჩვენ რეგიონში გაქვთ სხვაგან დიპლომატ საქართველოს ფარავს, მხოლოდ საქართველოს, როგორც გითხარით, ვცდილობთ რომ პარტნიორებთან ერთად რაღაც ჰაბის მაგვარი შევქნათ, აზერბაიჯანი ახსენეთ. ხო, აზერბაიჯანი, სომხეთი, იქაურ დისტრიბუტორებთან, რომ ის პროდუქცია, რომელიც ძალიან სენსიტიური არის ლოგისტიკურ ხარჯებზე. ეს უკვე გითხარით, მადლობა და თქვენ ექსკლუზივი გაქვთ საქართველოს ბაზარზე მუშაობის იმ პროდუქციასთან მიმართებაში, რომელსაც წარმოადგენთ თუ არიან სხვა დისტრიბუტორებიც, რომელიც მაგალითად ამ მიმართულებით მუშაობენ? ექსკლუზივი ცოტა ისეთი მომენტია, ანუ ჩვენ გვაქვს შეთანხმება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, მათ სხვა პარტნიორები საქართველოში არ აყავთ. ოღონდ ეს არ ნიშნავს ექსკლუზივი და შეთანხმება ერთი და იგივეა. ხო, დავაზუსტებ იმას, რომ ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არ შემოაქვს პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში, იგივე ჩვენივე პროდუქცია, პანტინი ახსენეთ თქვენ, Head and Shoulders-ი ახსენეთ, იმიტომ რომ ერთი რამეც მინდა, რა ვიცი, თუ დაგეხმარებით ცოტათი დავაზუსტო, რომ ტრეიდინგი არის ამ ბიზნესში ერთ-ერთი დიდი ბიზნესი. ბევრ ქვეყნებში, სადაც გადასახადები დაბალია, მაგალითად კვიპროსი, თურქეთი, ადრე რუსეთი, უკრაინა იყო, პოლონეთი, არის კომპანიები, რომელიც მხოლოდ ტრეიდინგს აკეთებენ რა. და 2-3%-ში ყიდულობენ ქვეყნიდან ქვეყანაში გადააქვთ პროდუქცია, როდესაც დაინახავენ, იქ იაფია. ჩვენ მაგალითად, იმიტომ რომ ვართ ამ ორი დიდი ქვეყნის მეზობელი, იმიტომ რომ იქ სხვა ბრუნვებზეა საერთოდ საუბარი, სხვა წარმოებებზეა საუბარი, არის ხოლმე დიდი აქციები, სადაც
ეს ხალხი აკეთებს იმას, რომ შემოაქვს საქართველოში პროდუქცია, თქვენ შეგიძლიათ ჩვენივე პროდუქცია და კოლეგამაც ბრძანა, ნახოთ ძალიან ბევრგან ცდილობენ, რომ დაბალი ფასი იყოს და ეს არის კონკურენციის ნაწილი. ანუ ჩვენ ახლა არა ვართ შეზღუდული, ჩვენ ვერაფერს ამ მიმართულებით ვერ ვაკეთებთ. ერთია რაც ვცდილობთ დახმარება მივიღოთ, თქვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან არის ძალიან ბევრი ყალბით შემოდის პროდუქცია ამ დროს და ამ შემთხვევაში რეაგირება თხოვოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ თუ ექსკლუზივს გულისხმობთ, ახლა Procter & Gamble-ის კარებზე ვერანაირ დააკაკუნებს და პროდუქცია მომეციო ვერ იტყვის, ხო? და პროდუქცია ხელმისაწვდომია, დღეს საქართველოში ბევრი შეიძლება ნახოთ Procter & Gamble-ის პროდუქცია, რომელიც ჩვენი შემოტანილი არ არის. და ეს და აქედანაც გადის სხვათა შორის ხან რაღაც. საქართველოსდანაც გადის? კი. ეს არის ეს ხალხი არის ესეთ ბალანსი. ტრეიდინგის მიმართულებაა უკვე ეს და რომელშიც თქვენც ჩართული ხართ როგორც ხდება. ნუ ჩვენ არა ვართ ჩართული, ჩვენი კლიენტები თუ ხედავენ, ჩვენ პირდაპირ არ შეგვიძლია ამის გაკეთება და არც ვაკეთებთ, მაგრამ არიან ჩვენი კლიენტები, რომელიც ამ ასპექტებს იყენებენ ხოლმე. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ არის ამის ფაქტებიც. ბოდიშვიხტი ბატონ გიორგი, ამ კითხვაზე მაქვს დაზუსტება. ეს პროდუქცია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ორგანიზებულ საცალო ქსელებშიც ხდება თუ მხოლოდ რესტორანს გესმოდის რეექსპორტზეა საუბარი ხო სხვა ქვეყნებიდან ან საქართველოს ახორციელებს რეექსპორტს კონკრეტული იმისი როდესაც ხედავს რომ ხო ტრეიდინგი ხო და ეგრო აუხსნათ კარგად ჩვენ მაყურებელებს რომ რას ნიშნავს ეს საერთაშორისო პლატფორმა იმიტომ რომ სვენელს რო ხო სვენელს რო გასაგები იყოს ქვეყნებში ამ მოწმდება ფასები კურსი მოქმედებს მაგალითად ლირის გაიაფებამ რაღაც პერიოდში რამოდენიმე კვირაში რეაგირება არ ხდება ფასებზე კომპანიების მხრიდან დღეს რო ლირამ დაიწია პირობითად მეორე დღეს ფასები არ იზრდება ხოლმე ხო ერთი კვირის ორი კვირის განმავლობაში ძალიან იყენებენ ამ ფაქტორს და ხდება ამ პროდუქციის გადატანა გადმოტანა ქვეყნებიდან რა ეხლა რაღაც ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპაში ევროზე გადავიდნენ იქ გამოიწვია ეს ცვლილებები კიდევაც და ასე შემდეგ მე რა ვიცი მაგალითებიც ამაქვს იგივე პრობლემა არსებობს ბევრ პატარა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში სადაც პირდაპირ ერთი და იგივე ქსელებს ევროში ფასების შედარების შემთხვევაში გერმანიასა და თქვა ბულგარეთს შორის არის სხვაობა და სუფთა მოცულობის და ბრუნვის ბრალი და ლოგისტიკის ბრალი. ზოგადად რომ შევაჯამოთ ეს იმას ნიშნავს რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ასე რომ ვთქვათ ჩაკეტილი სისტემა არ არის არსებობს კონკურენცია რომელიც საშუალებას იძლევა სხვა მოთამაშეს გამოიყენოს ტრეიდინგ პლატფორმის ინსტრუმენტები და კონკრეტული პროდუქტი შემოიტანოს და კონკურენციაში შევიდეს თქვენთან. კი ბატონო, მეც გეტყვით დღეს Amazon-ზე შეიძლება ჯილეტი შეუკვეთოთ 60 დღეში საქართველოში გაქვთ ამას ვერავინ ვერ აჩერებს და იგივე შეგიძლიათ თურქული პლატფორმა e-commerce პლატფორმებიდანაც შეუკვეთოთ ასე რომ არ ვიცი ეს ექსკლუზივი არ არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრ შემოაქვს ქვეყანაში პროდუქცია და არ არის პრობლემა. კარგით, მალოთ ბატონო თქვენი საუბარი თქვი ბატონო და მე შევაჯამოთ. კი ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ინფორმაციისათვის. იცით რა არის გარკვეული სახით პრობლემა. მე არ ვამბობ ადგილობრივი მწარმოებელი ან მაღაზიები თუ დისტრიბიუტერი. თვითონ დისტრიბიუტერებშიც წინა შეხვედრა გქონდა შედარებით ნაკლები სიდიდის და აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციებია. იგივე კეშბეკთან დაკავშირებით ისინი კატეგორიული არ მოწონთ, თქვენთან არ არის ეს პრობლემა. უკაცრავად მე არ ვამბობ რომ მოწონს თუ არ მოწონს, ეს არის რეალობა. არა, მეგობარმა ბატონო ვახტანგმა დასამალი რა არის, პირდაპირ თქვა რომ თulis რომ ნორმალურია, მე არ ვამბობ ამაზე ცუდი ან კარგია, უბრალოდ აფიქსირებ პოზიციას. იგივე სხვა საკითხებშიდაც ახლა აღარ ჩამოვყვები ამას ყველაფერს, მაგრამ მე მაინც მაინტერესებს, კი არ მაინტერესებს ასეთი მოსაზრებას ვამბობ, რომ აი ეს ფასდაკლებები შეუძლია დიდ მაღაზიებს გააკეთოს, იქ მთელი ტექნოლოგია არის, როგორ უნდა გააკეთეს, რაზე უნდა გააკეთეს, როგორ და ასე შემდეგ და ეს არ შეუძლია. შედარებით პატარა მაღაზიებს, ანუ არაქსელურ მაღაზიებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ასეთი ორგანიზაციები მცირდება. და იზრდება ესეთი ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი ბრუნვა აქვს, ეს საცალო ქსელში იქნება თუ საბითუმო ქსელში დისტრიბუციაში, რაც
საბოლოო ჯამში არ არის კარგი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე არ ვამფრობ დღეს არის, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაც შეთანხმებების საფუძველია, რაღაც უფრო მეტი მოლაპარაკებების საფუძველს იძლევა და ამცირებს კონკურენციას. აი ამ კუთხით რას ფიქრობთ, ასე არის თუ არ არის? და თქვენ კარგად ახსენით, რომ საქართველოს ასე თქვა უფრო სწორად რო თქვა ლამაზად ახსენით, რომ ეს გზა აირჩია ამ ფასდაკლებების, რომელიც ხანდახან 50%. არ ამგონია რომ ეს კარგი გზა იყოს თუნდაც, იმიტომ რომ ის 3 დღე როდესაც ფასდაკლება არის, სხვა დღესაც ცხოვრობთ, გჭირდება ეს პროდუქტები და ზოგიერთი ისეთია, რომელიც არ შეიძლება რომ იყიდო და ერთი თვე გედოს რა და არც სურვილი აქვს არავის. ამიტომ ჩემი აზრით ეს ცუდია, უნდა იყოს ჩამოყალიბებული ისე როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში და თუნდაც ევროპულ ქვეყნებში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, თქვა იგივე საკანონმდებლო კუთხით თუ სხვა კუთხით რომ ეს საკითხი მოიხსნას. მე კონკურენციის დაც თქვი ეს პირველი, მეორე შეკითხვა ეს და მესამე კონკურენციის დაც თქვი მე თქვენ მუშაობთ კანონის ფარგლებში და რასაც იგებთ, რომ თქვენ ღმერთო მოგახმაროთ, მაგრამ ჩვენ ხო სხვა ვალდებულებაც გვაქვს, მოსახლეობა არის და ფასები გვინდა რომ ნაკლები იყოს. მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რატო ვკითხე ბატონ ვახტანგს, იმიტომ კი არა რამე პრობლემა რომ თქვა თქვენ რო გაგიაფთეთ საცალო ქსელებიდან პროდუქტი, თქვენ გააიაფებთ იმას, ან პირიქით. იმიტომ რომ ამ წუთში არ ჩანს ესეთი მექანიზმი, რომელმაც შეიძლება ეს გაგაკეთებინოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კონკურენცია რასაც ახლა ყველანი ვამბობ და აქ არავინ არ დაობს, ინსტიტუტიდან გვასწავლიან მაგას და გასაგებია, მაგრამ ის კონკურენციაც თუ სახელმწიფო არ ერევა ხოლმე, ხანდახან ისე ხდება, რომ კონკურენცია მონოპოლიად იქცევა ხოლმე. აი ამ სამ საკითხზე ფიქრობ თუ არა რო აღარ გავიმეორებ თუ და გავიმეორებ თუ შეკითხების სახით. ვეცები გავცე პასუხი გიორგის დამეხმარება თუ რამე ანუ პირველი ეს ხო არის ეწოლა პატარა საწარმოებზე და იმაზე კი განსაკუთრებით მაღაზიებში რომ დარჩენ ძალიან დიდები. ბოლო რაც თქვი ეს კონკურენციასთან დაკავშირებით რამდენად არის ეს კონკურენცია და მეორე თქვენ რაც ბრძანეთ იმ საკითხთან დაკავშირებით აი ეს რა ქვია ეს კეშბეკებთან დაკავშირებით დიდ ფასდაკლებთან დაკავშირებით რამდენად მიგაჩნიათ რომ ეს შესაძლებელია და თუ უნდა შეიცვალოს როგორ უნდა შეიცვალოს პირველი დავიწყოთ ამ პატარა მაღაზიებთან დაკავშირებით ნუ ჩვენთვის ეს არ არის ასე ამონო პატარა მაღაზიების ძალა იკლებს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო პატარა ვართ ამ დიდი ქსელების წინაშე თუმცა ნუ ეს ბუნებრივი პროცესია ჩვენ ერთ-ერთი რაც შეგვიძლია ვკითხეთ რატო გაქვთ მაღალი ხარჯები და ერთ-ერთი მიზეზი ის არის რომ 10000-მდე მაღაზიას ვფარავთ ჩვენთვის არ მარტივად შეიძლება ხარჯები შემცირება ფასდაკლების ნაწილში ვთქვათ თუ ავდგებით ფასდაკლებას ხო ის ვერ აკეთებს ისე როგორც ესენი და ეს ზეწოლას ახდენს და აუქმებს ხო მაღაზიას ვერ აკეთებს მაგრამ იმას სხვა ტიპის სერვისები აქვს იმ პატარა მაღაზიებს რა შეიძლება ფასი არ აქვს ესეთი მაგრამ უფრო ხელმისაწვდომია უფრო ახლოა ზოგიერთ შემთხვევაში ნისია აქვს ანუ რაღაც ამ პროცესებით თავს გადაიჩენს ეს ჯერჯერობით ირჩენს თავს ეს პატარა მაღაზიები მაგრამ ზეწოლა რომ არის არ მეთანხმებით ნუ რა თქმა უნდა ეს ბუნებრივი პროცესია იმიტომ რომ ხვალზე მეორე საკითხზე ეფექტურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მეორე საკითხია ჩემთვის ფასდაკლებასთან დაკავშირებით ზოგადად რას ფიქრობთ ხო მოდით რომ ლაპარაკოთ ფასდაკლებაზე მაღალ ფასზე და დაბალ ფასზე რა ნუ ერთ შემთხვევაში რომ ნახოთ რატო განვითარდა ჩვენ ქვეყანაში ეგრე რა იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაბალი შემოსავლების რა ჩვენ თუ ავდგებით ამ ფასს გავასაშუალებთ რა გამოჩნდება ხვალ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმ საშუალო ფასს ვერ შეწოდება. ეხლა დღეს რა გვაქვს ძალიან დაბალი ფასი, ხანდახან, როდესაც ადამიანები, რომელსაც დაბალი შემოსავლები აქვთ, მზად არიან, რომ დაელოდონ 2 კვირა იქნება თუ 3 კვირა და წავიდნენ და იმ დროს, როდესაც ფასდაკლება არის, თვის განმავლობაში თუნდაც იმ 3 დღის განმავლობაში იყიდონ. აბოდიში, აი აქ რო არასწორად არ თქვათ. ანუ ეს არ არის პირველადი მოხმარების ისეთ პროდუქტებზე, როგორც არის რძე, იოგურტი, პური, ანუ ამიტომ ეს განვასხვავთ ხა ელექტროკბილის ჯაგრისი, ანუ არ არის ის კატეგორია, რომელზეც ხა ადამიანები თავის ცხოვრების ხარისხს აგებენ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება პურს, სიტყვაზე და შეიძლება შაქარს, ესეთი ტიპის იქ
უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც რაღაცა სტაბილურად საშუალო ფასები არის, მაგრამ მათ შორის თუნდაც ყავაზე ძალიან ხშირად ნახავთ, რომ ძალიან მაღალი აქტივობით არის ძალიან ღრმა ფასდაკლებები. ხო, აი ის ჩემი კითხვაც იყო, შამპუნი, სარეცხი ფხვნილი, ეს გინდა არ გინდა, მაინც პირველად თუნდაც იგივე შამპუნის და სარეცხი ფხვნილის შემთხვევაშიც მაგაც აუცილებლად ნახავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დიდი განსხვავება არის ჩვეულებრივი სტანდარტულ ფასსა და ღრმა ფასდაკლებას შორის. ყურე, მაგ საინტერესოა თქვენი აზრით, აი რო გადავიდა ეს სისტემა net ურთიერთობაზე, რაც არის, რომ ამოვარდეთ ეს cashback. ბაზრის სტრუქტურა შეიძლება თუ სუპერმარკეტები თვითონ დაიწყებენ შემდეგ ამ ასე რომ ვთქვათ, ფაისების დალაგებას. აი რა თქვენ რას ვფიქრობთ? აი ხო საუბრობ, აი რო შეცვალოთ, ამოვიღოთ ეს cashback-ი, შეიძლება თუ არა ბაზრის სტრუქტურა. მე ყველაზე თქვენი აზრი მაინც. ყველაზე მეტად ჯერა ბუნებრივად რო ყველაზე მეტად ჯერა ბუნებრივად როგორ არის დალაგებული და ეხა ბუნებრივად ესე არის დალაგებული, რომ ღრმა ფასდაკლებებში ჩავდივართ, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ბუნებრივად ესე არის დალაგებული. ხვალ თუ შევზღუდავთ ამ იმას, არ ვიცი უკვე ახალი გადალაგება იქნება, შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში საშუალო ფასი დაждდეს, რომელიც სტანდარტულ ფაზზე უფრო იაფი იქნება, მაგრამ რამდენად უფრო ხელმისაწვდომი იქნება ხვალ ადამიანებისთვის, ну დღესდღეობით მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ჩვენ შემთხვევაში net ფასი არ შეიძლება, ხო? ეხლა თქვენი ფასდაკლებების სისტემა ეს არის საშუალებას გააძლევთ, რომ ისა ქსელებმა გადაალაგონ ეს პროცესი, ხო? თუ net ფასი არ შეიძლება, რა მექანიზმი შეცვლის ბაზრის გადალაგებას უბრალოდ ვერ ხვდები. თუ net ფასი არ შეიძლება, ბაზარმა უკვე აღიქვა ეს ისა ფასების წარმოქმნის დინამიკა, ხო? და უბრალოდ რაღაც კომპონენტს გამოვაკლებთ, მაგრამ სტრუქტურულ ცვლილებას რატო უნდა ველოდოთ? ხო, მოცემულობა შეიძლება არ შეიცვალოს. აი ამიხსენეთ, აი თქვენი აზრი. აი მაგალითები მაქვს რამოდენიმე, როდესაც გადავიდნენ მაგალითად net price-ზე რამოდენიმე ქვეყანაში და იგივე ჯაგრისის მაგალითად ვიყენებ, არის ფიქრობთ, რომ ჯაგრისი ახლა პირველადი მოხმარების არის, უბრალოდ ის 100 ლარიანი თაროზე რაც არის დღეს ჯაგრისი გახდება 70 ლარი ალბათ, მაგრამ ფასდაკლების დროს ვეღარ იყიდით 50 ლარად რა. ესეთი ხო, ეს იქნება ბაზრის გადალაგება, ესე რომ ვთქვათ რა. და გამოიწვევს ამ მიმართულებით ცვლილებებს. და ფაქტი არსებობს, რამოდენიმე ქვეყანაში ვინც შეზღუდა cashback-ები რაღაც პროცენტულ ზღვარში ჩასვა, მოხდა ეს ცვლილებები, იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს საბოლოო ჯამში ეს cashback-ები ფასში ზის, ასე თუ ისე, ხო? ფასის ნაწილი არის და შემდეგ ამოვარდებს ამ ფასის ნაწილიდან და შესაბამისად. აუ ძალიან დიდი ბოდიში, ჩემთვის იცი რას გავს ეს ყველაფერი. ანუ ფასდაკლებები კეთდება, როგორც გავრცელებული ხუმრობა არის, ჯერ უმატებს ფასს გამყიდველი და მე აკლებს, რომ ეს ფასდაკლება რაღაცნაირად ლამაზად მოეჩვენოს მომხმარებელს. არც მის წილად არ კეთდება და არც თქვენს მოგების წილად, იმიტომ რომ ფასდაკლების შინაარსი ის არის, რომ რაღაცა პერიოდულობით მხარეებმა თავისი მოგება მოიკლონ და იმიტომ რომ გაყიდვები დააპროვოცირონ და რაოდენობაში უფრო მეტი გაიყიდოს, ვიდრე შესაძლოა, ანუ ფასს კონდეს იმ მომენტში მნიშვნელობა, ან პრომოუშენმა თავისი შინაარსით იმუშაოს და რეპუტაციულადაც ეს იყოს რაღაც გარკვეული პლუსი თქვენთვის, ამ ფასდაკლებებს აკეთებს გამყიდველი, მაგრამ ამ შემთხვევაში არც თქვენი წილობრივი მაჩვენებლიდან იკლებს არაფერი. არც ქსელის მოგებიდან და რეალურად ეს რაღაცა cashback-ი არის მომატებული თანხა, რომელსაც ისევ და ისევ მე ვთქვათ მადლობელი უნდა იყოს მომხმარებელი, რომ ფასდაკლება კეთდება. ყველა ბიზნეს მოდელში ფასდაკლება დევს ფასში, საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მარკეტინგული აქტივობა არის ნაწილი. გააჩნია რა პროცენტი ამაში დაგეთანხმებით, მაგრამ ყველგან ეგრედებს. მე ჩემ აზრზე დავრჩები. თქვენ ახსენეთ, რომ დამატებით უკეთებთ ფასდაკლებას 2.5%-ით თქვით, თუ არ ვცდები, იმ შემსყიდველებს, ვინც წინასწარ იხდის, ხო, თანხას. აი, ვინ არიან ესენი და საერთოდ რამდენად ხშირად ხდება ამ ტიპის მოლაპარაკებები, ეს ერთი არა, ზოგადად ვინ უფრო ხშირად იყენებს ამ პრაქტიკას, კითხვა ამაში მდგომარეობს, რამდენად ხშირია ეს პრაქტიკა თქვენ შემთხვევაში, რომ წინასწარ გიხდიან თანხას და ამიტომ დამატებით უკეთებთ კიდევ ფასდაკლებას 2.5%-ით.
ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა პრინციპში ამის გაგრძელებაც არის, ახლა თქვენ როგორც ყველაზე დიდ სადისტრიბუციო კომპანიას, რამდენად გაქვთ იგივე თანაბარი პირობები სხვა კომპანიებთან შედარებით იგივე გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით და კონკრეტულად როგორია თქვენი გადახდის გრაფიკი, რამდენ დღეში გიხდიან თანხას საცალო სავაჭრო ქსელები? პირველ შეკითხვას რაც შეეხება ზოგადად დეფიციტი აქ საქართველოში და შესაბამისად ბევრი არ არის ეგეთი ვინც წინსწრებით იყიდის და წინსწრებით გადაიხდის შესაბამისად მაგ ფასდაკლებას მიიღებს, თუმცა არის რაღაც კონტინგენტი, რომელსაც შეიძლება ეს არ იყოს რაღაც რეგულარული ხასიათის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმეტი ფული გაუჩნდა და მაგის ისარგებლა მაგ ფასდაკლებით. თუმცა მაგას ძალიან ისეთი მაღალი ინტენსივობა არ აქვს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საშუალოდ ფულს ვაგროვებთ სადღაც შეგვიძლია თქვა 60-65 დღეში ფინანსურ მონაცემებში, იმიტომ რომ დეკემბრის ბოლო და დეკემბერში გაყიდვა ძალიან მაღალია, შესაბამისად ცოტა უფრო მაღალი რიცხვი ჩანს, მაგრამ საშუალოდ წლის განმავლობაში თუ ავიღოთ დაახლოებით ეგრე არის. ალბათ ჩვენ უფრო უკეთეს პოზიციაში ვართ ვიდრე პატარა დისტრიბუტორები, თუმცა ხო, ფულის პრობლემა ყველას აქვს და თვითონ პროცენტი განაკვეთი რა თქმა უნდა ძალიან დიდია ჩვენთან, მაგალითად 2025 წელს, იმიტომ რომ ლარის დეფიციტი არის საქართველოში, სადღაც 2.5-3% გაგვეზარდა მარტო ერთ წელიწადში ლარის სესხის პროცენტი. 2.5-3% გაგვეზარდა ლარის სესხის პროცენტი მარტო 2025 წელს, იმიტომ რომ ლარის დეფიციტი არის და თვითონ ლარის ფასი არის გაძვირებული რა. ჩვენ სადაც net income და interest cost-ი გვაქვს სადღაც 2.5-3%-ის პარაგლებში. 2.5% სადღაც არის net sale revenue-დან. ხო. ანუ ეს ვადა თუ განახევრდა, ბოდიში ხდი. დაახლოებით რა პროცენტით შეგიმცირდებათ, უბრალოდ გაგეძლებათ მოგება ან შეამცირებთ ფასს? ხვალდროდ ჩემთვის აი როგორც სომხეთში ხო იყო საუბარი რომ არის 25 დღე თუ ორსდები. აი თქვა ჩვენთვის რომ თეორიულად რა ვიღოთ რომ ხვალ ფული რო გახდეს უფასო ხო? თქვა ჩემთვის ეს 2.5% შემცირდება, მაგრამ ეს გააჩნია თუ რიტეილერებზე გადავიტან ამ პროცენტს იმათ გაიზრდებათ ფული, ანუ თვითონ სამუშაო კაპიტალი როგორ არის მოწყობილი ამ ბიზნესში რა, რომ ჩვენ ძირითადად საუკეთესო შემთხვევაში მომწოდებლები აფინანსებენ ჩვენს ნაშთებს, საუკეთესო შემთხვევაში და მთლიანად მოთხოვნების ნაწილი არის დაფინანსებული ჩვენს მიერ, ანუ მაგიტო არის რომ ყველაზე მეტად სამუშაო კაპიტალის ტვირთი ჩვენს მხარეს მოდის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება ძალიან რაღაც ეფექტური იქნება თუ ამაში რამე დახმარებას მივიღებთ, ოღონდ თუ ეს რიტეილერის ხარეს გადავა, მე ის დამატებით მოითხოვს მაგის ანაზღაურებას. ხო, იქ გადავა თუ აქ ფაქტია, რომ ეს 2.5%, რასაც თქვენ იშვიათ შემთხვევაში მართალია, მაგრამ მაინც აკეთებთ დამატებით ფასდაკლებას, პირდაპირ არის მიბმული გადახდის გრაფიკთან პრინციპში. დაახლოებით ამ პროცენტზე გავდივართ, ესე გამოდის. ხო, ლიკვიდურობა გაუმჯობესდება და ეს ხე რო აქვს ახლა 57 მილიონი შემცირდება და იქნება ნაკლები. რამდენ ახლა თითო დღეში, როდესაც საშუალოდ ბრუნვა არის 250 მილიონი, ეს გამოდის რომ 365-ზე რო გაყოლ სადღაც რა გამოდის 700.000-ია გამოდის დღეში, ხო? ბრუნვა, ესე რამდენი დღითაც გადმოგწევთ, იმდენი დღით გაუმჯობესდება ლიკვიდურობა და შესაბამისად აისახება ხარჯების შემცირებაზე, მაგრამ საინტერესო რა არის, იცი, ამათ რო გაუმჯობესდება, სხვას თუ გაუარეს და ჯაჭვში ხო შედეგი არ გექნება. ნუ ეგარ უნდა მოხდეს თუ გაიაფება გვინდა. და equity აკლია ბაზარი. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება. თქვენ equity-ის ნაწილში კარგად ხართ, ბაზარს equity. კარგით. კარგით, მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და აი რო შევაჯამოთ ახლა ბოლოში სადაც გავდივართ, რომ ესე იგი რაც ხედავთ აქაც ხედავთ რომ გადახდის პერიოდი თუ კი შემცირდა ეს დადებითად აისახება თქვენ შემთხვევაში თანამედროვე სისტემები გაქვთ დანერგილი და ამ შემთხვევაში ნაშთების და ასე რომ ვთქვათ მართვა პრობლემა არ არის და ეფექტურად ნავთობთ, რაშიდაც დაგვეხმარებით ძალიან აი ლოგისტიკის ნაწილზე თქვენი რეკომენდაციები რომ მოგცეთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ თუ კი ლოგისტიკა 12%-ია საოპერაციო ხარჯების, ეს მნიშვნელოვნად მაღალია და აქ როგორ შევძლოთ რა კანონმდებლობით ან ანაბიჯებით შევძლოთ რომ ლოგისტიკა გავაუჯობესოთ, ეს ძალიან დაგვეხმარება და საერთო ჯამში რომ
რასაც ბატონმა გიორგი ბრძანა ასევე რომ ეს ბაზრის ლიკვიდურობა მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც ჩანს და შესაბამისად ბაზარზე დიდი რაოდენობითაა როგორც ჩანს საკრედიტო რესურსი ძირი არის ეკვიტის ნაკლებობა არის და ეს ყოველივე აწვევა ერთეულის ღირებულებას და ამაზე ჩვენ გვაქვს საფიქრალი როგორ შეიძლება ეს გავაუმჯობესოთ და მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან სასარგებლო საუბარი იყო და ჩვენ ამ ყველა თქვენს მითითებებს ჩავინიშნავთ და მოვიფიქრებთ თუ როგორ ვქნათ ისე რომ უფრო კონკურენტუნარი გახდეს სექტორი ჯამში აღებული ეხლა გარე ფაქტორებს რაც შეეხება გარე შოკებისგან ჩვენ დაცული არა ვართ და ეს ჩვენი სუსტი მხარეა რადგან ძირითადად იმპორტზე დამოკიდებული ვართ ამ ეტაპზე ამ სექტორში და აქ ვიმედოვნებთ რომ მშვიდობა გვექნება რეგიონში და საბოლოო ჯამში აქ დიდი შოკური რამე ეფექტი არ გვექნება. ბატონ დავით თქვენ გთხოვთ თქვენს კომპანიის შესახებ და აი ამ მიმართულებით რა თუ კიდევ რამე არის დამატებით რომ გითხრათ და მოგესალმებით, დავით ალავიძე, ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია. ბაზარზე ვოპერირებთ 2004 წლიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, ვიეტნამიდან ვანხორციელებთ სხვადასხვა პროდუქციის იმპორტს. მათ შორის მზესუმზირი ზეთი, მარგარინი, კონსერვაცია, სხვადასხვა соуსები და ასე შემდეგ. ქართული წარმოება ჩვენ პორტფელში იკავებს დაახლოებით 15%-მდე წილს და მათ შორის არის ბაგრატიონის შუშხუნა ღვინო. სხვა რა ვიცი, მზად ვართ, გიპასუხოთ. თქვენზე ინფორმაცია არ მაქვს, სამწუხაროდ ასე რომ ვთქვათ. ბლაინდ ვარ და ისა ბრუნვა თქვენი კომპანიის რამდენი არის წელიწადში და 2024 წელს ნეტ ბრუნვა რასაც თქვენ ხედავთ იყო სადღაც 188 მილიონი, თუ კარგად მახსოვს. შეეხება აიფერეს თუ დავეხმარებით, ვეთანხმები ბატონ ვახტანგს დაახლოებით 240 მილიონი. 240 მილიონი არის ბრუნვა კომპანიის და აი მარჟები როგორ ეს გროს პროფიტის მარჟა რა გაქვთ? ახლა გეტყვით, და საოპერაციო ხარჯი რა გაქვთ? აი აგვიხსენეთ და სად ახედავთ პრობლემას? 18% იყო, ოღონ 240 მილიონიდან და არა 188 მილიონიდან. აიფერეს ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ამაზე დავამთავროთ უყურე. თუ კი მაგ სისტემა არის საერთაშორისო შეფასების სისტემა, ხო და მან შემთხვევაში თუ კი ამოიღებთ შემოსავლებს რევენიუდან ანალოგიურად უნდა ამოიღოს ხარჯები საოპერაციო ხარჯებიდან და ორივე მხარეს აკლდება და ამიტომ ამაზე შევთანხმდეთ. ხო ხო დავამთავროთ მაგაზე საუბარი. ხო და არა სისტემა ასე მუშაობს თუ კი ისა აღარ აღიარებს შემოსავალში კონკრეტულ მას რიბეიტების ნაწილს საოპერაციო ხარჯებიდანაც უნდა ამოიღოს. საოპერაციო ხარჯებიდან ამ საღები არაფერი არ არის, ზევით არის ეგ რიბეიტების ნაწილი. 188 პლუს არის 240. ხო და მაშინ აქ არ უნდა ქონდეს. ხო თანაბრად იცვლება, მივიდავებთ ამაზე. პროპორციულად. კარგი, გითხარით თქვენს აი საოპერაციო ხარჯის პროცენტი რა არის რევენიუს? 13.5 იყო შარშან, 5.4% იყო წმინდა მოგება, პროცენტში ვახსენებ. წელს ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა მალე გამოქვეყნდება. მე მგონი შევძელით 1.8% საოპერაციო ხარჯების შემცირება, წმინდა მოგება შემცირდა 4.8%-მდე ორივე ნაწილში შემცირება. ეს შემცირება საოპერაციო ხარჯი. ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი. როგორც ვიცი, კოლეგებმაც დანერგეს ვიდეოსთან ერთად დაინერგა ავტომატური შეკვეთების პროგრამა, რამაც საშუალება მოგცა ქსელებიდან მოსული შეკვეთები ავტომატურად ინტეგრირდეს ჩვენს პროგრამაში. რამაც საკმაოდ დიდი რესურსი გამოვანთავისუფლა იქ ადამიანი უნდა მისულიყო თითოეულ მაღაზიაში, პოკეტში აიკრიფა შეკვეთა და წარმოიდგინეთ ახლა 2000-2500 ობიექტზე აღარ არის. ეგ დრო არ იკარგება, ეგ რესურსი იზოგება, ავტომატურად მოდის შეკვეთა.
ერთი ნაწილი ეს იყო და მეორე ნაწილი იყო, მე მგონი მეორე ნახევრიდან ლოგისტიკური მომსახურება ასევე გადავეცით სხვა კომპანიას, რომელიც ახორციელებს რამდენიმე კომპანიის ლოგისტიკურ მომსახურებას, რამაც ლოგისტიკურ ნაწილშიც მოგვცა მცირე ეფექტი. ჯამში წერს ველოდებით საოპერაციო ხარჯების 1.8% შემცირებას, ხო, კარგი. და ბატონო, ეს ფასზე როგორ აისახება? ბევრი საუბარი იყო, სად მიდის ეს აქცია. ბატონ პატას რამოდენიმეჯერ ჰქონდა კითხვა უსმინეთ წინა ვიდეოების სხვათა შორის 10 ლარი თუ არის გამბაჟებული პროდუქცია თაროზე რა პასია. ხშირ შემთხვევაში მაგალითად რომ მოვიყვანოს ეთის მაგალითი თაროზე 80% უხეშად 10 ლარიანი პროდუქცია იყიდება 12 ლარად. საიდანაც ნახევარი არის დისტრიბუტორის მარჟა, ნახევარი არის ქსელის მარჟა. 80% პროდუქცია იყიდება სააქციო ფასად. დანარჩენი 20% შეიძლება ღირდეს 16 ლარი და 17 ლარი. მაგრამ როგორ გითხრათ, თუ აქცია არ არის, პროდუქტი არ იყიდება. ანუ თქვენ ამბობთ, რომ აქციები ისეთი სიხშირითი იმართება, რომ 80% იყიდება? კი, არის კატეგორიები, რომ 80% იყიდება აქციებში, 90%-იც იყიდება აქციებში. გააჩნია ეს კატეგორია. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე საუბრობთ? მარგარინი, კეჩუპი, არა, უყურეთ, დავაზუსტებ ჩემს კითხვას. იმდენ ისეთი სიხშირით, ანუ თვეში იმდენი დღე არის აქცია, რომ ეს განაპირობებს ამას თუ თვეში ერთხელ არის და 80% მყიდველის ელოდება იმ ერთ დღეს. ახეთ სხვადასხვა ტიპის სააქციო პერიოდები აქვს სხვადასხვა ქსელს. ვიღაცას აქვს ორკვირიანი და ორი კვირა მიდის. ვიღაცამ შეიძლება ამ ორკვირიანს დაამატოს შოკ აქცია და 2 დღე გააკეთოს. მერე სხვა ქსელი ჩართავს, მერე მუდმივი პროცესია. ჩათვალეთ 365 დღე ეს პროცესი არ ჭირდება. ან ჩემს კითხვას აქვს თავისი მიზანი. ანუ მომხმარებელს ჩვენ ისეთ წნეხში ვაყენებთ. ჩვეულებრივ ერთ მოქალაქეს, ვისაც აუცილებლად ჭირდება რომ იყიდოს ზეთი. რომ თვეში დაელოდოს 2 დღეს და შეიძლება რაღაც დღეებში გაიჭიროს ან ისე გადაანაწილოს, მოკლედ ბუღალტერია ავკიდოთ იმისი, როდის რა, რამდენი იყიდოს, იმიტომ რომ ანუ ქეშბექების სისტემა მუშაობს, თუ აქციები ისეთი სიხშირით იმართება თვის მანძილზე, რომ უბრალოდ გაცილებით მეტი რაოდენობა იყიდება აქციების დროს. ჩემი პასუხი არის შემდეგი. თუ ამ ქსელში არ არის აქცია, არის იმ ქსელში, თუ იმ ქსელში არ არის, არის ო, შემდეგი. ანუ რაღაცა ბუღალტერია უნდა აწარმოოს ადამიანმა ირბინოს ქსელიდან ქსელში, დაელოდოს, დაიანგარიშოს, რომელიც გიჩვენებს სად რა ფასია და აქცია გქონდეს. არის ეგეთი. ხო, გასაგებია. რადგან 80% არის სააქციო გაყიდვა. ის ქსელების პროცენტებს, რასაც ახსენებენ, ვეთანხმები იმ პროცენტებს, მაგრამ ქსელი ამას რეინვესტირებას აკეთებს ფასში, რომ დაბალ ფასში გაყიდოს და მე არც ვიტყვი და არც ვამბობ, რომ იმას ჯიბეში ჩაიდებს. პირიქით, ქსელის ამ რეტრობონუს მოიხმარს იმისთვის, რომ მიიზიდოს ყიდვები. თქვენც ადასტურებთ, რომ ეს ფასდაკლებები ხდება ძირითადად ქეშბექის ხარჯზე. ქეშბექის ხარჯზე ხდება, პირდაპირ ფასდაკლების ხარჯზე შეიძლება ფაში თქვენს ნაწილზე, თქვენს აი ქეშბექის გარეშე რაც გაქვთ თვითღირებულება, იმ ნაწილს ოდესმე აკლებთ? ქეშბექის გარეშე თვითღირებულება რა მაქვს? ანუ თქვენ ხო გაქვთ თქვენი თვითღირებულება ქეშბექის გარეშე რა თანხადაც შეიტანდით მაღაზია Excel-ში? მე რო ვიცახი 35% ან 40% ან 30%, აქ ყველაფერი შედის ფასდაკლებას და ქეშბექს. ხო, უყურეთ. ანუ ქეშბექი რომ არ გქონდეთ, თქვენ ხომ X თანხად შეიტანდეთ Excel-ში თქვენს პროდუქციას? ქეშბექი რომ არ გქონდეს, მე შევიტანდი, კი ბატონო, X თანხა. ქეშბექის პირობებში ხომ შეგაქვთ X + ქეშბექი? ფასდაკლებების დროს თქვენს X აკლდება რამე თანხა? ქეშბექშია უკვე ის. დიახ, ამას გულისხმობ. ანუ მთელი ეს ბუღალტერია, რომელიც
მომხმარებელს ავკიდეთ, რომ მაღაზიიდან მაღაზიაში იაროს, თვის ბოლოს დაელოდოს, გაიჭირვოს, რაღაცა არ იყიდოს, მოიკლოს და კონდეს დისკომფორტი, არის იმის ხარჯზე, რომ არსებობს cashback-ი. კარგი, და ეს მინდა და დამედასტურებინა და ერთი კითხვა. თქვენ არ აქვეყნებთ თქვენს ფინანსურ ანგარიშგებებს, ისევე როგორც თქვენი კოლეგები. ამ კუთხით შეიძლება რაღაცა საჯარო არ არის თქვენი ანგარიშგება. არა, რანაირად. საჯარო არის ინფორმაცია. შესაძლოა სხვა სახელით ისე რჩება. ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია გამოქვეყნებულია Big 4 ვიკეთებს. კარგით, მაშინ არასწორი ინფორმაცია გქონდა და ჩემი კითხვა მაგას უკავშირდებოდა, რატომ არ აქვეყნებთ თქვენ, მაგრამ ბოდიში ვიხდი, კითხვა არ ყოფილა სწორი. ერთი დავაზუსტებ თუ შეიძლება, ბატონ დავით. ანუ დღევანდელ შეხვედრაზე რაღაც ახალი მეტი სიახლე მოვისმინეთ ფასდაკლებებსა და cashback შორის ურთიერთობის ნაწილში. ნუ გასაგებია, რომ ესეც არის მარკეტინგული ასე ვთქვათ, ჩარჩოს ნაწილი, მაგრამ აი ხა რო დავაკვირდი, რო გავიხსენე, ასე ვთქვათ, უკან რო გადავახვიე. ასე ვთქვათ, ჩემი აზროვნება ეხლა უფრო დავაკვირდი, რომ აი იმ პერიოდზე, რაზედაც წინა შეხვედრებსაც წარმოებლები დისტრიბუტორები საუბრობდნენ, რომ cashback-მა ზრდა დაიწყო, იმავე პერიოდს ემთხვევა, ასე ვთქვათ, აი ეს მეტი და მეტი აქციები, ღრმა ფასდაკლებები უფრო ფართოდ შემოვიდა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმდენად, რომ აი თქვენ როგორც თქვით, ასე ვთქვათ, ვებგვერდიც კი არსებობს, სადაც შესადარად ადვილია ეს ფასდაკლებები. ანუ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ანუ პრაქტიკულად cashback-ის და ჯამურად მარკეტინგული თანხების ზრდის ერთი ნაწილი განპირობებულია სწორედ ამ ფასდაკლებებისში მათი ჩაბრუნებისთვის. რაც ერთგვარად მე როგორც ხვდები, ანუ ყიდველის მოზიდვის და დაინტერესების ერთგვარი ხერხია, რაც მარკეტინგულ ფრეიმში ჯდება, ასე ვთქვათ. და ბატონ გიორგიმაც თქვა, რომ ჩვენი ბაზარი ასე ჩამოყალიბდა, რაც მომხმარებლის ერთი სეგმენტისთვის შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ მეორე სეგმენტისთვის და ბატონ შოთას ვთხოვ, რომ ყურადღება ამაზეც გავამახვილოთ, მეორე სეგმენტისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს, რომ აი სტაბილურად ეგრეთ წოდებული დაბალი ფასი შევინარჩუნოთ ბაზარზე, რომ ყოველდღიურად არ ელოდოს ადამიანი და რაღაც ფასებს არ ადარებდეს და ნინოს თქმის არ იყოს ამის ბუღალტერია არ ავკიდოთ. ანუ ესეც კარგად უნდა აღვიქვათ და საზოგადოებამაც გაიგოს, რომ ეს აქციები არა, ბაზარი განსაზღვრავს ერთია, მაგრამ მეორე ამ ბაზარს როგორ ვაფორმირებთ, ხო? თუ ამ კუთხით დავაფორმირებთ, რომ მანდ-ამაინც ადამიანები ელოდებიან ფასდაკლებას, იმიტომ რომ გაყიდვები იმატებს სწორედ ამ მომენტში, ესეც გასათვალისწინებელია, ანუ რა უნდა ვირჩიოთ. კითხვას დაგიბრუნებ, უბრალოდ რაღაცა მე უფრო ერთი დავასრულებ შოთა, მე უფრო მესიამოვნებოდა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც აქ არიან, მე კითხვებს სვამდნენ, უფრო მწვავეს და არა ისე, რომ მე ამ შეხვედრების შემდგომ რაღაც ტელევიზიიდან ვისმენდეთ მათ შეფასებებს, რომ თურმე ქართული ოცნება არის. თქვა, მე და შოთამო დავიწყეთ, მე ანუ კითხვები ჩემთან არა, იქით დავსვათ კითხვები. ასე რომ ერთი წუთით მე ნუ გამიკეთ თქვენ გასებას დავასრულებთ შეიძლება. კითხვას ვსვამდი საინტერესოს და მინდა რომ თქვენც დამიგდოთ ყური, ანუ ახალი სიახლე იყო დღევანდელ ჩვენ შეხვედრაზე, რომ მეტად გავერკვიეთ, ასე ვთქვათ, ღრმა ფასდაკლებებისა და სტაბილურად დაბალი თუ მაღალი ფასების ნაწილზე, თუ რა გავლენა აქვს ზოგადად cashback-ის მატების საკითხს მათ შორის სააქციო ფასების წარმოქმნაზე და ის რომ ეს ყველაფერი ჯამურად გავლენას ახდენს იმ ბაზრის სტილზე, რაც დღეს არის საქართველოში. ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია იყო, თუ რაიმეში ვწდები, მინდა რომ შემისწოროთ. მადლობა. ბატონ შოთო, თუ შეიძლება. ბატონ დავით, კითხვა გვაქვს ესეთი, 3-4 თვის განმავლობაში, ბოლოს 3-4 თვის განმავლობაში თქვენს მიერ თუ გაიზარდა ფასები, როცა თქვენ მიაწოდებთ რომელიმე პროდუქციას. ბოლოს 3-4 თვის განმავლობაში ჩვენს მიერ მისაწოდებელი. ბოლოს 3-4 თვის განმავლობაში ჩვენს მიერ მისაწოდებელი ფასები არ გაზრდა. არც ერთ პროდუქციაზე? არც ერთ პროდუქციაზე არ გაზრდა. Excel-ში?
ჩვენ ქსელისთვის და თქვენი ინფორმაციით დახლზე გაიზარდა ბოლო 4 თვის განმავლობაში. ვერ გეტყვით, არ მაქვს ახლა არ გაიზრდებოდა თუ ჩვენგან არ იყო რამე ცვლილება მიწოდებული, ისინიც არ ამგონია რომ ცვლილებას შეიტანდნენ. და გავაგზავნებ ჩვენი კოლეგების კითხვას, რომ თქვენ მაინც ბოლომდე რაღაცა ვერ უპასუხეთ თუ არ უპასუხეთ, აი ეს ეგრეთ წოდებული ფულის უკან დაბრუნების პრინციპი cashback-ს რო ვეძახით, რომ არ არსებობდეს, თქვენ ხო მე თქვენი გრჩებათ იქ მოგებაც და ასე შემდგომ ყველაფერი. აი აქ თუ არსებობს რესურსი, არა მარტო თქვენ შემთხვევაში, თქვენ ბაზარზე ხართ, თუ არსებობს რესურსი, ზოგადად აი ამ ფასების რეგულაციის და ასევე კითხვა არის, თქვენ როგორც ბიზნესმენი დღეს გძნობ თუ არა თავს როგორც თავისუფალ კონკურენტად, ანუ ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია არსებობს? თუ რამე მექანიზმები არის, რომელიც თუ გაუმჯობესდება, უკეთესი იქნებოდა ბიზნესისთვის? ამ ბაზარზე არსებობს თავისუფალი კონკურენცია და საკმაოდ მაღალი კონკურენცია. და შესაბამისობაში როგორ მოდის ერთად ვერ გეტყვით, მაგრამ ესეა. არსებობს საკმაოდ მაღალი კონკურენცია. კი ბატონო, და პირველ კითხვაზე cashback-ების ნაწილს კითხვა ვერ გავიგე, მომხმარებლის კუთხით, მე ბატონ გიორგის აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ის რაც იყიდება 50 ლარად, გახდება 70 ლარი, გასვაშალოდება ბაში, ანუ 50 ლარიანი აღარ იარსებობს. ამ ნაწილში ვეთანხმები ბატონ გიორგის. ანუ რაც დღეს 12 ლარი ღირს, თქვა 80% ის გახდება 14 ლარი. რა შემთხვევაში გახდება ეს 80? თუ აღარ იქნება ღრმა ფასდაკლებები. არა, ფასდაკლებებს არ გულისხმობ. აი ფულის უკან დაბრუნების პრინციპი დავარქვათ ქართულად ახლა, სულ cashback-ი არ გამოვიყენოთ. აი ეს რომ არ იყოს, ამას ვამბობ. თქვენ ხო მაგას ვამბობ, cashback-ი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები. ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება. ანუ თქვენ ამბობ, ჩვენ ახლა მე რამდენიც ხდომა აღარ მახსოვს ძირითადი ვინც მოგზანდა ყველა ამბობდა რომ ეს cashback-ის პრინციპი რაღაცნაირად დაარეგულიროთო და თქვენ ამბობთ რომ პირიქით თუ გაუქმდა ან დაარეგულირდა ხო და პირიქით ანუ ფასები მოიმატებს თქვენი აზრით საშუალო გასაყიდი ფასი საშუალო გასაყიდი ფასი საშუალო ჩვენ რომ ამბობთ რომ 80% იყიდება აქციით 20% ხო აქციის გარეშე იყიდება აქციით თუ რაღაცა 12 ლარი ღირს აქციის გარეშე ღირს 18 ლარი ყველა ვერსიით გასაშუალოდება და მთელი წელი იქნება ან 14 ლარი ან 15 ლარი მაგრამ დავივიწყებთ 18 ლარსაც ანუ დავივიწყებთ 18-ს დავივიწყებთ 12-ს აი ესე არა ფასდაკლებები ნორმალური ფასდაკლებები ეს კი არ არის სადაც ახლა ჩვენ საუბრობთ არის მაგალითად პროდუქტს რაღაც ვადა გადის რაღაც ეს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იაფთება და უნდათ რომ რაც შეიძლება მალე გავიდეს ეს არის ფასდაკლები ეს არის ფასდაკლება და ეხლა რაც ხდება ჩემი აზრით ეს შესასწავლია კიდევ მაგრამ უფრო ზემოქმედებას ახდენს რომ რაღაც რაოდენობა დარჩეს ქსელში იქნება თუ საბითუმო ბაზარზე რაოდენობა და ბოლო კითხვა კომპანიების და არა და ბოლო კითხვა თქვენ ბრძანეთ რომ პროდუქციის 80% იყიდება ფასდაკლების აქციებით თლიანი პროდუქციის ამაში მაგას არ მომბობ ორშაბათს ამ ქსელშია სამშაბათს იმ ქსელში ამას არ ვეხები ზოგადად მთლიანი პროდუქციის ანუ გამოდის რომ აქცია 20%-ზე ყოფილა ანუ რეალურად ანუ ფასი პროდუქციის მთლიანი პროდუქციის ღირებულება არის მაგალითად ლარი და არა ლარი და 20 ანუ თქვათ ლარი და 20-ად რო იყიდება 20% ლარი და 20-ად და ფასდაკლება თუ არის ლარი 80% ლარად იყიდება ხო? ხო სწორად გავიგე. ანუ რეალურად გამოდის 80% ამ პროდუქციის არის ჩვენ მიმართულებაზე რაც არის ეგრე ხდება ჩვენი პროდუქტები რაც არის